გამარჯობათ, მე ვარ მარიდა თუაშვილი, პროფესიით ვიზაჟისტი. ამ სფეროში მაქვს გარკვეული გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ დღეს. მაკიაჟის მასალად გამოვიყენებ ალექსავიანის ბრენდის ფრანგულ კოსმეტიკას, რომელიც სხვათა შორის PSP-დან დაგროვებული ღიმილებით გამოვიტანე. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ მაკიაჟზე. დღეს მე გასწავლით თუ როგორ უნდა გავიკეთოთ კლასიკური მაკიაჟი, ასევე გასწავლით როგორ გავიზარდოთ ტუჩის მოცულობა და როგორ შევინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში ტუჩის საცხი. კლასიკური მაკიაჟის უპირატესობა იმაშია, რომ ის უხდება ყველა ტიპის თვალს და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დღის, ასევე საღამოს მაკიაჟის შემთხვევაში. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ფერები უნდა იყოს სწორად შერჩეული. ყოველი მაკიაჟის წინ აუცილებელია დემაკიაჟი. სახეს ვიწმენთ ზიაიას გამწმენდი ლოსიონით და ბამბის ტამპონებით. ყოველთვის ხელის მიმართულება უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ, რადგან ნაოჭებისგან დავიცვათ თავი და ერთგვარი მასაჟიც არის. ეხლა კი სუფთა კანზე ვისმევ ბიოდერმას დამატენიანებელ კრემს. ახლა კი კონსილერით ვფარებთ კანის ნაკლოვანებებს, როგორც სიცოცხლეს, ასევე თვალის გარშემო შავ რგოლებს. ვიყენებ ალექსავიანის კონსილერს, ჩემი კანის ფერთან შედარებით 0.1 არის ღია. აუცილებელია თვალის ქვედა ხუთთოსით დავიტანოთ კონსილერი. ნაკლოვანებები დავიფარეთ კონსილერით, ეხლა კი გადავიდეთ ტონალურზე. ტონალური უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი კანის ფერი. ჩემი კანის ფერია ალექსავიანის 401. მას ვინაწილებ ტონალურის სპეციალური ფუნჯით. ტონალური მთელ სახეზე თანაბრად უნდა გადავინაწილოთ აუცილებლად. და ჩემი რჩევა იქნება, რომ აი თმის ხაზთან იყოს კონტრასტული გადასვლა. შემდეგი ეტაპია პუდრი. პუდრის გამოყენება აუცილებელია, რადგან კანმა არ იპრიალოს და კონდეს ბუნებრივი იერი. გამოვიყენებ ალექსავიანის პუდრს ნომერ 1. ძალიან მომწონს ეს პუდრი, რადგან აქვს ძალიან კარგი დაფარვა. გადავიდეთ თვალზე. მე შევარჩიე ზაფხულის ლურჯი ფერი, ძალიან ხალისიანი ფერია ეს და ვიყენებ ალექსავიანის 5-ფერიან პალიტრას. ძალიან მომწონს ის, ძალიან პრაქტიკულია როგორც ვიზაჟისტებისთვის, ასევე არაპროფესიონალი მოყვარულებისთვის. ღია ფერის ჭრდილს ვიდებ თვალის შიდა კუთხეში. შემდეგ აპლიკატორის დახმარებით ლურჯ ფერს დავიდებთ თვალის გარე კუთხეში. და გამანაწილებელი ფუნჯით
გავინაწილებთ მას თვალის შიდა კუთხისკენ. აუცილებელია რომ განაწილება ხდებოდეს ლამაზად და არ ჩანდეს ხაზი, გამყოფი ხაზი ფერიდან ფერში გადასვლის დროს. ასევე შეგვიძლია სურვილის სამეფ გამოვიყენოთ შავი ფანქარც. მე მაგალითად ძალიან მომწონს და გამოვიყენებ. თვალის ბოლო შტრიხია ტუში. მე ვიყენებ ალექსავიენის ზუმს, ძალიან მომწონს ის, რადგან წამწამებს ანიჭებს მაქსიმალურ მოცულობასა და სიგრძეს. გირჩევთ რომ თქვენც სცადოთ. ესეთი წამწამები დამეთანხმებით ნებისმიერ მაკიაჟს თვალის მომჭრელს ხდის. ეხლა კი გადავიდეთ ტუჩზე. როგორც დაგკვირდით, გასწავლით თუ როგორ უნდა გავიდიდოთ ტუჩის მოცულობა. ამისთვის საჭირო გავიაროთ 5 ეტაპი. ღია ფერის კონსილერს დავიდებთ ტუჩის კონტურიდან 1 მმ-ით დაშორებით. უკვე დატანილ კონსილერს გადავინაწილებთ მთელს ტუჩზე. კონსილერის დასაფიქსირებლად ვიყენებ ღია ფერის პუდრს. ამის შემდეგ უკვე ვისმენთ კონტურს.
ტუჩსაც ვინაწილებთ თანაბრად ტუჩზე. მე გამოვიყენე ალექსავიენის ტუჩსაცხი ნომერი 9. იმისათვის რომ ტუჩსაცხი მთელი დღის განმავლობაში შევინარჩუნოთ, გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს, რისთვისაც დაგჭირდებათ მშრალი ხელსახოცი და პუდრი. მაკიაჟის ბოლო ეტაპია რუჟი. მე გამოვიყენებ ალექსავიენის რუჟს ნომერი 4. მასში არის ოქროსფერი ნაწილაკები, რაც თვალის მომჭრელს ხდის სახეს. ეს არის მაკიაჟის დასრულებული სახე. მე ძალიან მომწონს, იმედია თქვენც მოგეწონათ.